Padara siguaruri Solemleus pizza In Petrobras Deda cemi sister tuale Pizza mitras ალბათ ისე უნდა იცხოვრო ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგაც აი ასე მთელი დარბაზი ფეხზე წამოგიდგეს. პროექტი მიმღერე 2025 წელი. მღერის საქართველოს ღირსეული არწივი თემურ ციკლაური. საქართველოს ლამაზებო საქართველოს მანებო და მახარეთ თქვენი ფერის წყობილები ძალიან რთულია გადმოგცეთ ახლა ის რაც ამ ვიდეოს და ზოგადად თემურ ციკლაურის ვიდეოების ქვეშ კომენტარებში ხდება იშვიათად მინახავს იმ რაოდენობის კომენტარი ბოლომდე ჩასვლას და ბოლომდე ამოკითხვას რომ ვერ შეძლებთ თითოეულ ტექსტში რომლის წაკითხვაც მოვახერხე ეწერა სიტყვა არწივი და ის ნამდვილად საქართველოს უკვდავი არწივია რომელმაც ცხოვრების 75 წელი ისე გაიარა ბოლო გზაზე ასეთი სიტყვებით გააცილეს მადლობა თქვენი ლამაზი სიცოცხლისთვისო დღეს იმ ადამიანის შესახებ ვისაუბრებთ რომელიც თავად ამბობდა სხვისი ღირსების პატივისცემა საკუთარი ღირსების საზომია მართლაც ძალიან ღირსეული სუფთა და მართალი მომღერალი რაინდული სულით კაცი რომელიც ძალიან უხდებოდა ჩვენს ქვეყანას თემურ ციკლაური დღეს პირად ისტორიებში ხშირად ისმის კითხვა თავიდან რომ დაიწყო სიცოცხლე ასიზავდიო აბსოლუტურად იგივეს გავიმეორებდი რაც ახლა მოხდა ჩემს ცხოვრებაში არ უნანობ აბსოლუტურად არაფერს რამე თუ რაც კი მოხდა თვლი რომ ეს უფლის ანგებით მოხდა ეცდები კარგი ბიჭები დიდი მადლობა ეს თემურ ციკლაურის აღსარება ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმიდან სიყვარული ყველაფერია ჩემთვის თუ არ გიყვარს არაფერი გამოგივა ვერ იმღერებ ვერ დაწერ თავისუფლად ვერ ისუნთქებ შენი საქმე თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა შენი ხალხი ჩათვალე რომ არ ცხოვრობ არ არსებობ სიცოცხლე კი მშვენიერია და ყოველ წამში უნდა გახსოვდეს ეს მგონი ხალხის სიყვარულით დავიმსახურეო იტყვის მე კი დავამატებდი ის შეძლებს და ბავშვების ყველაზე გულწრფელი და გულიანი ადამიანების დიდ სიყვარულსაც დაიმსახურებს და სწორედ ამიტომაც ისე როგორც თავად მღერის ამ ქვეყნად სულ ყველა ბერდება ლამაზი ზღაპრების გარდა. ეს კი ვფიქრობ ყველაზე ემოციური ვიდეოა თავადვე რომ ძლივს იკავებს ამ უზარმაზარი ემოციისგან ცრემლებს და შეგვიძლია ვნახოთ ეს ვიდეო. ცუდად რომ იქნება თურმე განუყრელი მეგობარი ვახტანგ ტატიშვილი ჩვენი საყვარელი ჯუჯა ეტყვის შენ ხომ ყველაზე მოწესრიგებული ხარ ჩვენ შორის რიგის გარეშე იქ რატომ მიდიხარ ჯერ შენ არ გიწევს იქ წასვლაო თემურ ციკლაურის პასუხი კი თურმე ასეთი იქნება მე უფლება მაქვს იქ თქვენზე ადრე წასვლის რადგან მე იქ შვილი მყავსო შვილი გიორგი მისი შეუხორცებელი ჭრილობის მიზეზი ვისი გარდაცვალების შემდეგაც თითქოს ორ განზომილებაში იცხოვრებს და ალბათ ეს გაუადვილებს კიდეც ჩვენთვის ძალიან ადრე 75 წლის ასაკში რომ გაფრინდეს არა გააჩეროს დედამიწა და ჩავიდეს თუმცა ჩასვლაც არ იქნება მარტივი და ეს მან კარგად იცის ვნახოთ თემურ ციკლაურის ერთ-ერთი ბოლო ვიდეო გააჩერე დედამიწა ჩავდივა ჩავდივა ხვალ არ
იქნები, მერე რა, ყველაფერს ვაკეთებ, რომ დღეს ასე თუ ისე სრულფასოვანი ვიყო, ვაკეთო ის, რაც შემიძლიაო. არა და შეუძლებელზე მეტსაც გააკეთებს. როცა სთხოვენ ამდენს ნუ იმღერებ, ჯანმრთელობას გაუფრთხილდი. მოდი დღეს 16 სიმღერა ვიმღეროთო, ის მაინც 22 სიმღერებს. 21 დღეს კი იშიმშილებს ფიროსმანის არს, ისე რომ შეეხოს როგორც მხატვარი იმსახურებს. მის ნიკალას ვფიქრობ, ბევრი ჩვენგანი კარგად იცნობს, თუმცა საინტერესოა, ბევრმა თუ იცის, რომ გუგული მგელაძის ფილმში სინათლე ჩვენს ფანჯრებში ბელა ფონტე ნოდარიც ლეგენდარული თემურ ციკლაურია. 23 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ფილმში უკვე დიდ დოდო აბაშიძესთან ერთად მოხვდება და ეს იქნება მისი როგორც მსახიობის დებიუტი. მეც არ ვიცი რა მინდა კადრებში თემურ ციკლაური ვინც ვერ იცნო. ამ ძებნაში სიჭაბუკის ნახევარი გაფრინდა ბელა ფონტე ნოდარი რეალურად კი თემურ ციკლაური კოჯორშია დაბადებული, პირობას რომ ისემენ თუ კარგად ისწავლი ველოსიპედს გიყიდითო. კოჭრელი ბიჭი თურმე მეგობრებშიც დაიტრაბახებს, თუმცა მშობლებს ისე გაუჭირდებათ ოცნებას ვეღარ აუხდენენ. პურის ფულიც კი არ გქონდაო, შემდეგ გაიხსენებს. პირობის დარღვევის შემდეგ განეწყენებული ბიჭი თურმე სწავლაზე ხელს აიღებს, თუმცა ოჯახის დახმარებაზე უარს მაინც არასდროს იტყვის. იშრომებს ფიზიკურად, ბოსტანშიც იმუშავებს, პირველ კლასელს დამრიგებელი რაისა შეუყვარდება და მისი ხმაც საბედნიეროდ გზას იპოვის. ჯერ სკოლის გუნდში იმღერებს, მერე ჩუმად გიტარასაც შეიძენს. მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, ჯერ დაყვრას ისწავლი, მერე გალოცდებიო და გიტარას ტყეში უმალავდიო, გაიხსენებს. თურმე სწორედ ტყეში მოახერხებს გიტარაზე მეცადინეობასაც, მაშინ ეს გართობას გავს, ალბათ ვერც წარმოიდგენს, რომ ის რჩეული გახდება მთელი ერი რომ შეიყვარებს. მისი ხმა ადამიანების გულზე რომ გაივლის და იქვე რომ დარჩება. ის ვინც ყველაზე ტკბილად უმღერებს დედას, რომელიც შრომის ფასს ასწავლის. მენატრება შენი თბილი სუნთქვა გონებიდან როგორ ამოგშალო. გასაფხულია ახლოვდება დედა და ცრემლები მინდა შევიმშრალო და მე სიზმრებში დედა ჩემო სალოცავო ჩააბარებს უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში თბილისში ჩამოსულით ძალიან ხელმოკლედი ცხოვრებს, რატომღაც დიპლომატობა მინდოდა სოფრელ ბიჭს და ამისთვის ენა უნდა მესწავლაო. თავის გატანისთვის, გადარჩენისთვის იბრძოლებს, პარალელურად ინსტიტუტის გუნდში იმღერებს და ესეც უნიკალური ფოტო, სწორედ ამ პერიოდში გადაღებული 20 თუ 21 წლის მომავალი არწივი, რომელიც მერე მეგობართან ერთად უნივერმაღის გუნდში ჩაეწერება იმისთვის, რომ 66 მანეთი აიღოს. იმუშავებს საწყობშიც და ასე გაიხსენებს ერთ-ერთ გადაცემაში ამ პერიოდს, უკვე ცოტა მოვძლიერდით და ფეხზე დავდექით, თანაც ცოტა იაფად გვაძლევდნენ მაშინ პერანგებს და ლამაზადაც ვიცვამდითო. ყველა ხევსური და ყველა სვანი ქართველი ქალი თოლებმა ყოლა ჩემი თბილისი და ფიროსმანი არ ვიცი ასე რამ შემაყვარა. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი ანსამბლ ციცინათელას წევრი ხდება და ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, რომანტიკული და დასამახსოვრებელი პერიოდი მომღერლის ცხოვრებაში, სწორედ ციცინათელაში იწყება დიდი სიყვარულის ამბავი, თემურ ციკლაური და ლილი ზღვაური. ორივე მომღერალი, თუმცა სრულიად საპირისპირო მხარეები, როგორც ცივი და ცხელიო ასე დაახასიათებენ მათ, ერთად რომ დადგებიან სცენაზე და მას შემდეგ ალბათ ძალიან ბევრჯერ რომ ეტყვიან. გვიმღერეთ რამე. იმღერე ჩემთვის მხოლოდ ჩემთვის იმღერე რამე, ისევე მღერე გულში ჩუმად რაც გიმღერია. თორე მომღამის გაზაფხულის მთვარიან ღამეს, მე შემოდგომისევ და შემომერია. სიყვარულთან და ოჯახის შექმნასთან ერთად თავდაჯერება მოდის, ცხოვრებაც პრაგმატული ხდება, მაგრამ რაც გამოცდილი მქონდა არასდროს დავიწყებია. რა არის ხელმოკლეობა, განსაცდელი, როცა
კუჭი თავისას ითხოვს ან ტანსაცმელი არ გაქვს. მე ხომ ეს გზა გავიარე ეს რომ არ გამევლო, ვაი რა ძნელი იქნებოდა სულის დაამებაო. შორიდან ალბათ როგორი დალხენილი ჩანს წელში გამართული არა და 90-იან წლებში მასაც ლიფტიც კი არ აქვს, ყოველდღე მე-14 სართულზე ფეხით რომ ადის და ფილარმონიის საგრიმიოროში სიცივისგან ძლივს რომ საუბრობს და სწორედ ამ პერიოდშია ეს ინტერვიუ ჩაწერილი. სამწუხაროდ ხმა თითქმის გაფუჭებულია, თუმცა აი ამ კადრების ნახვას მაყურებელი შეძლებს სიცივისგან ხელებიც კი როგორ აქვს მოჭერილი თემურ ციკლაურს და მაინც ბევრი სირთულის მიუხედავად იქნება სამაგარითო მეუღლე, ოჯახის ერთგული, მეუღლისთვის ყვავილები რომ არასდროს ავიწყდება, დაჭკნობას რომ არ აცდის. ყვავილებს ემოციურია სცენაზე გასვლამდე უზომოდ ღელავს, ეშინია სიტყვები არ დაავიწყდეს, ხმა არ დაკარგოს, თურმე უკვე ივერიელი ფილარმონიის სცენაზე, აი პირდაპირ სცენაზე ხშირად დაწერს იმ სიტყვებს, რომელსაც ვერ იმახსოვრებს. კონცერტის დაწყებამდე ვინ თუ არა ნუგზარ კვაშალი ასოებს ჩუმად გადაუკეთებს და ისტორიას თავად ნუგზარ კვაშალი განაგრძობს ჩვენთვის უკვე ძალიან საყვარელი სიმინდი პროექტიდან ვინ არის. ერთ საათადრე მოვდიოდი და ფლომასტერით ასოებს გადავაკეთებდი ხოლმე. ანუ იყო ერთ სიტყვა მახსოვს, ესე იგი რაღაც მიმიხურე კარები და რაღაც ესეთები რაღაც უწევდა რომ გამოდიოდა. მაშინ კიდე ცოცხალი ანსამბლი იყო და შეეძლო გაჩერებული იყო ამ ანსამბლს და გაეგზელებინა და გამოვიდა და შავს რაც ედიოდა. და დიახ, მისი ცხოვრების ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი პერიოდი ივერია და ხედავდით ამ უნიკალურ ადამიანებს, მუსიკალური იუმორისტული საშემსრულებლო ანსამბლი, ეპოქალური მოვლენა მართლაც მთელ საბჭოთა სივრცეში, საესტრადო ხელოვნებაში, რამდენიმე ნაბიჯით რომ გაუსწრებენ ეპოქას, მოდის კანონმდებლებიც რომ იქნებიან ნოვატორები, 4 მიუზიკლით, ყველა მუსიკას ალექსანდრე ბასილაია, ყველა სცენარს კი ჯემალ ბაღაშვილი რომ დაწერს, ის კი ყველგან, ვისაც ახლა კადრში ხედავთ, თავარი რომ იქნება. არწივი ჩხიკვთა გორწილიდან, მეფე აიეტი, გერვასი და ნიკო ფიროსმანიც. ანსამბლი 25-ზე მეტი საკონცერტო პროგრამით, სიმღერები ხალისით, იუმორით, ტკივილით, ნებით სავსე, თითქოს წარმოდგენა თეატრი, სადაც მუსიკა მოქმედებს როგორც თავარი გმირი. ივერია როგორც ეპოქა, სულის მდგომარეობაო დაწერენ სცენაზე გადატანილი ქართული ხასიათითო. ანსამბლი არა უფრო მეტად ვიტყოდი ერთი დიდი ოჯახი, ივერიელების ოჯახი, თუმცა ოჯახისგან იმ განსხვავებით, რომ პატარა კონფლიქტებიც კი არ ექნებათ თურმე ერთმანეთში, დიდი სიყვარულით რომ იცხოვრებენ და დიდ სიყვარულსაც რომ დაიმსახურებენ ხალხისგან. ასე იქცევა სოლისტი შეუფასებელი ხმით ქართული ესტრადის ღირსეულ არწივად, რომ მიტყვიან მისი ხმა იმდენად განუმეორებელი და უნიკალურია, სამკურნალო თვისებებიც კი აქვსო და ამიტომაც იტყვის ნუგზარ კვაშალი, რომ ეკუთვნის, იმიტომ რომ ის ესეთია, იმიტომ რომ მაგისთან ხმა მე-20 საუკუნეში და ჯერჯერობით 21 საუკუნეში არ არსებობს. და თუ იქნება კიდე სიხავლის მეტი არაფერი არ გვექნება. ეს ელოდი ხო? ესია, რამდენი ლაპარაკი გაცოთ. კაც ეწყიდება ვერ ესა რატო ვილაპარაკი? მიყვარს და იმიტომ მიყვარს. ვერ ეთქვის რომ მე ნაკლებად მიყვარს. შორდაშორის დუეტები. რაც კი დუეტები იყო ივერიაში, მე და თემური ბოროდის სულ. აქ თეთრად იწვის აი მათი კამათი მხოლოდ ამ ფორმით იყო ხოლმე ალბათ ყოველდღიურად. თემურ ციკლაურის შვილი ფეთი ციკლაური ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს ბავშვობას, ფარდის მიღმა გატარებულ წლებს, თურმე კალათშიც რომ დააძინებენ ძალიან პატარა სკულისებში. მერე მშობლები ანსამბლთან ერთად ბევრს რომ იმოგზაურებენ, 50-ზე მეტ ქვეყანას რომ შემოივლიან, მას კი ორივე, ივერიელი დედა და ივერიელი მამა თვეობით რომ გადაეკარგება. დიდ სიყვარულთან ერთად ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი მოგონება მისთვის ესეც იქნება. ძალიან მკვეთრად მახსოვს როგორ მენატრებოდნენ. ეს იყო ნამდვილად გამჭოლი ხაზი ჩემი ბავშვობის ემოციების და შეგრძნებების. აი ამ დიდ ოჯახში დიდი სიყვარულის პოვნა და დანახვა ძალიან მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე ტკივილიანი პერიოდი დგება, როცა თემურ ციკლაურის 6 წლის შვილი გიორგი გარდაიცვლება, ფილტვების ანთება გაურთულდება მას. სწორედ მაშინ ივერიელები პრემიერისთვის ემზადებიან, სპექტაკლი მზადაა. გიორგის მამა იქამდე თურმე რეპეტიციაზეც კი წაიყვანს. გენერალურ რეპეტიციაზე დაესწრო კიდევ ჩემი გიორგი იქ იყო. ძალიან მოეწონა ჩემი ჩაცვლობა მეფის ოქროთ მოვარაყებული მეცო ყველაფერი და მოხდა ის
გაუთვალისწინებელი და საზარელი რამ. ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ აღარ მინდოდა არც სიმღერა და არაფერი. მე დავამთავრე ცხოვრებაო. ახლა პატარა ფრაგმენტს მოგასმენინებ, სადაც იხსენებს, რას ეტყვის ის მაშინ ივერიელებს. აღარ მინდოდა, არც სიმღერა მინდოდა, არაფერი არ მინდოდა. მე დავანებეთ თავი, მოვჭი ცხოვრებას, მე უთხარი გამანებეთ თავი. ხო ვიმუშავეთ ამდენი წელი, ეხლა თქვენ. არავითარ შემთხვევაში არ დამტოვეს, ამიტომ საჭირო გახდა გამოყვანის თვალსაზრისით ამ მდგომარეობიდან. არის ცეცხლს ნავთით როგორ აკრობს ადამიანი, მაგრამ აი ესე გაკეთდა მაშინ. ეს ჩემი უკან მობრუნებაც, ეს საჭირო იყო, მე არ მითამაშია, უნდა მოbrunებულიყავი და მოვბრუნდი. კადრები, რომელსაც ახლა გავუშვებთ, ალბათ ყველაზე მძიმე სანახავი და გასააზრებელია, როცა იცი, რომ სცენაზე შუამკვდარი მამა დგება 40 დღის შემდეგ, არ ემღერება არც ცხოვრება უნდა, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს მეგობრებთან. ყელში დიდი ბურთიც ებჯინება, კოლეგები ფარდის მიღმა ისეტირიან, რომ მან არ დაინახოს. დარბაზი კი თურმე ფეხს ედგას ცრემლებით და ხელში სანთლებით 2500 ადამიანი. აიეტის არიას შეასრულებს და ამ დროს თავადაც რამდენიმე კვირის გარდაცვლილ შვილს დაიტირებს. ადამიანური გმირობისთვის ხალხი უფრო მეტად შეიყვარებს და ასე დაიბადება სახალხო არტისტი თემურ ციკლაური. მერე თავადვე გაიხსენებს, მაშინ ჰაერი არ მყოფნიდა, როცა მღეროდი, საკუთარ ტკივილში ვიხარშებოდიო. და ესეც სწორედ ის არია სპექტაკლიდან არგონავტები 1983 წლის ჩანაწერი და ასეთი სიტყვები ამ ტექსტში თითქოს გუშინ იყო, ხელით გატარებდი სათუთად. თითქოს გუშინ იყო ხელით გატარებდი სათუთად ამახან თმებს გივარცხნიდი ნაზარ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ფრაზა, რომელსაც მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, შვილის დაკარგვას ნუ მიუსამძიმრებ, თუ თავად არ ყავს დაკარგული, იმიტომ რომ ეს ისეთი წარმოუდგენელი ტკივილია, შენი ყოველგვარი სიტყვა ცრუ გამოდისო. თავად ამბობს, რომ მეუღლე ლილი გადაარჩენს, ისეთი მყარი აღმოჩნდება, მისი სულის სიმაგრე მეც მიშველისო. ეს არის აი რაღაცა ღვთაებრივს რომ ეხები, რა შეგრძნება უნდა გქონდეს ადამიანს. ყველაფერი არის შიგნით, ყველა ემოცია. გაოგნება არ ვიცი, უდიდესი უკიდაგანო სევდა, ტკივილი, გაოცება ამ ადამიანის სიძლიერით და აი ამ საოცარი პროფესიონალიზმით. ცხოვრების თავიდან ახალი ფურცლიდან დაწყებაში ადამიანებად დარჩენაში კი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დაეხმარება წყვილს. შვილის გარდაცვალების შემდეგ მისი სულის ძებნა დავიწყე. ყველგან ვეძებდი დედამიწაზე მოცემულ ყველა ფილოსოფიასა და რელიგიაში. ბოლოს მართლმადიდებლობასთან მოვედი და მხოლოდ აქ დამშვიდდიო იტყვის. მადლობა უნდა გადავხადო ჩემს და ჩვენს საქართველოს იმერს, სულს, მამას, ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდეს და უნეტარეს. სიკვდილის ალბათ ამიტომაც აღარასდროს შეეშინდება. გიორგისთან კიდევ ერთხელ შეხვედრის სურვილიც დიდი იქნება. მონატრებაც უსაზღვრო. წლების განმავლობაში მომღერალი აიეტის არიას არასდროს დაუბრუნდება, მხოლოდ 26 წლის შემდეგ და მიზეს ის თავადვე გაამხელს. და მოგახსენოთ, რომ ეს სიმღერა მე დიდი ხანი არ მიმღერი 26 წელია, მაინც 28. ნუ გაგიკვირდებათ. ამ სიმღერის წარმატებას და იმ სპექტაკლის წარმატებას, იმ მიუზიკლის, რომელსაც არგონავტები ერქვა, თან ხვდა ჩემი ოჯახის უზარმაზარი გასაჭირი. ის რაც არასოდეს დავიწყებას არ მიეცემა და რამაც მე სიგრძე სიცოცხლის ზღვარზე დამაყენა მეც და ჩემი ოჯახიც. ნუ გონიათ რომ ეხლა შეწოდების თვალსაზრისით ლაპარაკობ ამას არა. სულს კიდევ ერთხელ ვიმღერო ეს სიმღერა და ამით მე ჩემი სამადლობელო გადაგიხადოთ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ მე მხარში დამიდექით მაშინ,
როდესაც ძალიან მიჭირდა. მე სხვანაირად ვერ გადავხედავ. უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ ცხოვრებას კიდევ უფრო ბრძენი მართალი კაცი გააგრძელებს, რომელიც იმასაც იტყვის, ქრისტიანებად კი არ უნდა ვიწოდებოდეთ, ქრისტეს გზით უნდა ვიაროთო. რომ ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია, რომ სამშობლოზე ძვირფასი არაფერი. ამას დაამტკიცებს კიდეც მაშინაც, როცა ხულიო ეგლესიასის მენეჯერისგან მნიშვნელოვან წინადადებას მიიღებს და ის მაინც საქართველოში დარჩენის გადაწყვეტილებას მიიღებს. ოჯახის და ჩემი ქვეყნის გარეშე ვერ გავძლებ უპასუხებს. რისთვისაც ყველაზე საპასუხისმგებლო ფიროსმანის როლი იქნება მაყურებლისთვის ერთ-ერთ შთამბეჭდავ შესრულებად რომ დარჩება, როგორც უკვე აღნიშნე 21 დღის განმავლობაში რომ იშიმშილებს და მეტიც კიბის ქვეშაც რომ დაიძინებს, ახლა კადრში რომ ხედავთ. მიუზიკლით ამერიკელი პროდიუსერი დაინტერესდება ფიროსმანს ბროდვეის კარს რომ გაუხსნის, თუმცა ფინანსები რომ ვერ მოიძებნება. როცა კითხავენ მას, რამდენად შეესაბამება ბროდვეის სტანდარტს მიუზიკლიო, ის უპასუხებს: თქვენი სუპერვარსკვლავი თავისი გასაოცარი ხმით დაიპყრობს ბროდვეისო. ალბათ წლების წინ კოჯრელი ბიჭი ტყეში ჩუმად შეძენილ გიტარას რომ ამღერებს, ვერც კი ოცნებობს, რომ წლების შემდეგ თითოეული კომპოზიტორის სურვილი იქნება მისი სიმღერა სწორედ თემურ ციკლაურმა შეასრულოს. სიმღერას სხვა ხასიათს აძლევსო, რომ იტყვიან. წლების შემდეგ შვილიშვილთან ერთად სტიქაროსანი გახდება. ახლა სიმბოლურად ერთ ფრაგმენტს მოგასმენინებთ მისი ინტერვიუდან და მე აგიხსნით რატომ სწორედ ეს ფრაგმენტი. თქვენი აუხტენელი ოცნება ალბათ ძალიან მინდა კოსმოსში გაფრენა. არ ვიცი, შეიძლება ჯერჯერობით აუხტენელია. ეგაც შესაძლებელია, შეიძლება შემოთავაზო და გავფრინდე. ნახოთ. ეს კადრიც აუცილებლად უნდა მეჩვენებინა, ხედავთ წარწერას, ოპერატორი, ვინც ეს ინტერვიუ გადაიღო და სწორედ ასე შემორჩა არქივს, მამუკა მუჩიაშვილია, ადამიანი, რომელიც ახლაც კამერასთან დგას ჩვენს სტუდიაში. კოსმოსში გავფრინდებოდიო, აღნიშნა მან ამ ინტერვიუში და სხვათა შორის მას ადამიან კოსმოსაც უწოდებენ და ალბათ მართლაც სიმბოლურია, რომ მისი შვილიშვილის ანდრო გოგიბედაშვილის ნამუშევარი, რომელიც ელექტრონული მუსიკის სფეროში მოღვაწეობს, კოსმოსში გაიგზავნა. მსოფლიოს ცნობილი თუ უცნობი ავტორების საუკეთესო 30 მუსიკალურ ნამუშევრებს შორის სწორედ თემურ ციკლაურის შვილიშვილის ნამუშევარი მოხვდა, ვის შესახებაც ბაბუა არწივი ამბობდა. ვზრდი ისე რომ ჩერ უფალი უყვარდეს, მერე ქვეყანა, მერე ჩვენ ბურჯ მონასტერში ვდგავართ ერთად და ვემსახურებით უფალსო. საქართველოს არწივი არაერთ კეთილ საქმეს ჩაუდგება სათავეში, ერთ-ერთი ასეთია მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო ფონდი, უცხო ენის და კომპიუტერის შემსწავლელი ცენტრი უფასო კვებით და სტიპენდიით. მეგობრების ფინანსური დახმარებით და ქართველ ებრაელთა თანადგომით კი იერუსალიმში ის შეიძენს კერძო სახლს და მიწას და როგორც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე წერს, იქ ჩვენი კულტურის ცენტრი ფუნქციონირებს და საქართველოდან ჩასულ პილიგრიმებს მასპინძლობს. ეს ძალიან დიდი ეროვნული და საღვთო საქმეა. 75 წლის განმავლობაში ძალიან ბევრს მოასწრებს თავისუფლება საზღვრებში მოქცევაო, რომ იტყვის, ვისი ღალატიც არავის ახსოვს, ვინც სიყვარულისთვის და საქმისთვის თავდადებულია, თავის ხმასავით ძლიერი და ამავე დროს უმობიერი, ვის შესახებაც დაწერენ მსოფლიო ოპერამ დიდი მოღვაწე დაკარგავ და ვინც გამარჯვებასაც უმღერებს. გამარჯვების გზებზე დგებით, გამარჯვების სიმღერებით, გული უნდა ვიჯეროთ. შუქი ადგას მთებს და ველებს კლავად ბევრჯელა სახელეთ, საქართველო ბიჭებო. ორი ინსულტის გადატანის შემდეგ კორონავირუსით არ დაანებებს თავს, მისი საყვარელი ლილი გამოჯანმრთელდება, ის 40 დღის განმავლობაში იწვალებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში და აი ამ ყველაზე მძიმე პერიოდს მისი შვილი ქეთი ციკლაური გაიხსენებს. მე უთხარი კიდევაც რომ შენ თუ ჩათვლი რომ და წახვიდე და მე გიშვებ. ასე 40 დღე ესე წვალობდა და შეერთებული იყო აპარატზე და ფაქტობრივად არ გვიურთიერთია და 2 თვე ფაქტობრივად მამა არ მინახავს.
საერთო სახალხო სიყვარულის მქონე და თან ასეთი თავმდაბალი კეთილშობილი ნამდვილი სახალხო ვარსკვლავი ვარსკვლავსაც რომ გაუხსნიან და რომ იხუმრებს ვარსკვლავ ბიჭუნა უნდა გავხდე დღეიდანო ღირსების ორდენის კავალერი თბილისის საპატიო მოქალაქე როცა ყველა აპლოდისმენტი სწორედ მას ეკუთვნის როცა მისი წაცვლის შემდეგ მთელი საქართველო გახდება ჭიისუფალიო იტყვიან ვისაც პატარა გიორგისთან მიაცილებენ და კოჯორში სწორედ მის გვერდით დაკრძალავენ ვინც იტყვის სიკვდილი რომ მოვა ჩაბარება არ არის საჭირო ხმლით უნდა გაეგებო ვისაც უზომოდ ეყვარება საქართველო და ვისაც ნამდვილად არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გააჩნია არადახრილის დასახრილის ალბათ მაცნია არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ ვიცი ასე ოსტატურად, ასე სრულყოფილად, ასე ლამაზად ვის შეუძლია კიდე გადმოსცეს ასეთი დიდი ადამიანების ისტორია, თან რომ გვატიროს, თან ღიმილი მოგგვაროს და ყოველ ხუთშაბათს ჩვენ სიტყვა წართმეურულებს გვტოვებს ხოლმე ქეთევან ბუდაღაშვილი. მადლობა ამ ყველაფრისთვის.